საქართველოში არის დემოკრატიული უკან დახევა და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ენტონი ბლინკენს საქართველოზე კითხვა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლომ დაუსვა. საქართველოს შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. მოკავშირეებმა მიიღეს ზომები, მაგალითად სანქციები, მაგრამ რას უნდა ველოდოთ? არის თუ არა რაიმე რისი გაკეთებაც დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად. ამ კითხვაზე ენტონი ბლინკენმა უპასუხა, რომ ლიდერებმა ეს საკითხი განიხილეს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე, რაც შეერთებულმა შტატებმა დაინახა საქართველოში, არის დემოკრატიის უკუსვლა. ეს ძალიან შემაშფოთებელია და არა მხოლოდ დემოკრატიული უკანდახევა, არამედ უკანდახევა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებისაგან მომავლის შენებისკენ, რომელიც უფრო და უფრო ახლოს იქნება ევროპასთან. ასე რომ, როდესაც დავინახეთ ეს დემოკრატიული უკუსვლა, დავინახეთ, რომ მთავრობა, რომელიც მოქმედებს იმ ხალხის მკაფიო ნების საპირისპიროდ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ნახეთ არჩევნები, რომლებაც მრავალი კითხვის ნიშანი გააჩინა. ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიული ქმედებები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ თავისუფლად და ღიად ისაუბრონ. ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მივიღეთ ზომები. ჩვენ სანქციები დაუწესეთ ქართული ოცნების პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს. ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრებს. შევაჩერეთ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოს მთავრობისათვის. ეუთოს ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, მათ შორის საფრანგეთთან ერთად. ჩვენ ავმოქმედეთ ვენის მექანიზმი, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის კანონის მიღება, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, უნდა შეიცვალოს. ვფიქრობ, თქვენ ხედავთ ერთიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის საქართველოს ხელისუფლების ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე.